შურისძიება დააფასებს კიდევ ერთხელ სასამართლო პროცესებს თავის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილი. საზღვრის კვეთის საქმეზე მიმდინარე სხდომაზე მან საბოლოო სიტყვა თქვა. დღესვე ამ საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. ეს იყო ბაჩიაშვილისთვის პირველი შესაძლებლობა საჯაროდ გამოეხატა პოზიცია მას შემდეგ, რაც მისი მშობლების სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო. ოცნების პროკურატურა მათ 9 მილიონამდე ღირებულების ბიტკოინებისთვის კანონიერი სახის მიცემაში მონაწილეობას ედავება. დევნის საფუძველი კი მათთვის ნაყიდი ბინა და ავტომობილი გახდა. გიორგი კვიჟინაძე ესწრება სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში. გიორგი, რა თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა დასკვნით სიტყვაში? ამ საქმეს არც სამართლიანობასთან და არც ადამიანობასთან აქვს საქმე. ესე გამოეხმაურა გიორგი ბაჩიაშვილი მისი მშობლების წინააღმდეგ დააწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას. ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პირადი შურისძიება და ამ შურისძიების ავტორია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი მისი მშობლებისთვის ითვლება პროკურატურის მტკიცებით ფულის გათეთრებად და ეს გამოიყენა სწორედ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. ადვოკატებიც აცხადებენ, რომ ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება გარდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა, რაც ბუნებრივია ვერ გახდება სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოტივი, რადგანაც გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ედავებიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში და ეს ლეგალიზება არ დასტურდება სწორედ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით და სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე იყო დღეს ბოლო სასამართლოს სხდომა, დასკვნითი პროცესი. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია არის სათათბიროდ გასული და სულ რამდენიმე წუთში ამ საქმესთან დაკავშირებით გამოაცხადებს ის საბოლოო გადაწყვეტილებას. ბაჩიაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და მიმართა მოსამართლეს და თქვა, რომ მას არ აქვს ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლოს მოლოდინი, თუმცა ის იმედს იტოვებს და მოუწოდებს მოსამართლეს, რომ მან მაინც შეინარჩუნოს მცირედი ობიექტურობა. ჩემი საქციელი იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით. ეს დადასტურდა ჩემი წამების შესაბამისად. მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავის მიმართ ზიანი ამერიდებინა. ის რომ ეს არის ჩემი მიმართ შურისძიება, გუშინ დადასტურდა. ის რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, თურმე ფულის გათეთრების სქემაა, 75 წლის მამა, 66 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის აბსურდი და უნამუსობა. ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება, ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. მე არ ყოფილ ვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. გიორგი ბაჩიაშვილს ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების საქმესთან დაკავშირებით აქვს 10 წლიანი პატიმრობა მისჯილი. გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ეს უკვე მეორე სისხლის სამართლებრივი დევნაა და საქმეა. საზღვრის უკანონო კვეთა, როდესაც ბაჩიაშვილის თქმით მან მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა მისი წამება არაადამიანური მოპყრობა და მეტის სიცოცხლის მოსპობაც, გადაწყვეტა, რომ ქვეყნის საზღვრები დაეტოვებინა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ედავება ახლა პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას, თუმცა მან სასამართლოზე განმარტა, რომ ეს ქმედება მისი მხრიდან იყო აუცილებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. გიორგი ბაჩიაშვილმა, როდესაც დატოვა უკვე ქვეყანა და ის იმყოფებოდა აბუ-დაბიში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის უკანონოდ დააბრუნა, მისი თქმით, საქართველოში თავზე ჩამოაცვეს ტომარა და რამდენიმე საათის სპეცრეისით ამგზავრეს. სპეცრეისი კი ასრულებდა ჯორჯიან ეარვეისი. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წინ არ წასულა იმ ფონზე, როდესაც ბაჩიაშვილმა სახელობითად დაასახელა ყველა პირი, რომელიც ფიგურირებდა მისი გატაცების საქმეში, მათ შორის იყო იმდროინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი, რომელიც შემდგომში მოხსნეს თანამდებობიდან. ასევე გიორგი ბაჩიაშვილს საპატიმრო დაწესებულებაში მისი თქმით გაუსწორდა
მოსწორდნენ ფიზიკურად, ამ ფიზიკურ ანგარიშწორებაში მონაწილეობდა ქსნის ციხიდან გადაყვანილი პატიმარი კახი მეტრეველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა უკვე საპატიმრო დაწესებულება, არც ამ საქმესთან დაკავშირებით წასულა გამოძიება წინ. მეტიც, ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ცდილობს, რომ ბრალი წაუყენოს გიორგი ბაჩიაშვილს.